სალამი, მოგესალმებით ყველას. დღეს ვილაპარაკოთ სპირალებს. რომელი სპირალი, რომელ ბაქში უნდა ჩაიდოს, რატომ უნდა ჩაიდოს, როგორი უნდა იყოს ეს სპირალი და ესე შემდეგ. დავიწყოთ. ჩვენ გვაქვს ატომაიზერები, ხო? აი ატომაიზერში მაგალითად უნდა ჩავდოთ სპირალი ჩვენ. აი ეს არის MTL ატომაიზერი. ატომაიზერს რო შევხედავთ, ატომაიზერს დავაკვირდებით გარედანაც და ნახავთ საჰაეროები რამხელა აქვს. რამხელა საჰაეროები აქვს. თუ აი ეს ნახრეტები არის წვრილი, ესე იგი ეს არის MTL ატომაიზერი, საიდანაც გამოდის ცოტა ორთქლი. შესაძლებელია ეს ნახრეტები კონდეს სქელი, ან ერთი კონდეს მთლიანად, მაგრამ აი ეს შუა ნახრეტი მაინც იქნება წვრილი. ამ შემთხვევაში ეს არის MTL ატომაიზერი. მათული შეიძლება სულ სხვადასხვანაირად იყოს დაწნული, ეს მაგალითად ალიან სპირალია, აი თუ გამოჩნდება, აი ესეთი დაწნულია, ეს არის კიდე სხვა ნაწნავი და ესე შემდეგ, ანუ ფანტაზია რამდენზეც ეყოთ ადამიანებს, ისე იმდენი გააკეთეს. აი ალიანი რო ავიღოთ, ეს არის ძალიან სქელი სპირალი, ხო? რო ჩავდოთ ამაში. ეს სპირალი გასხელდება ისე, რომ ვერ მოასწრებს გაციებას, იმიტომ რომ საჰაერო აქვს ძალიან ვიწრო. ჩვენ შეგვიძლია ამაში ჩავდოთ, დაუშვათ ფიუზეთ კლეპტონი, აი ესეთი ვარიანტი. ეს შეგვიძლია ჩავდოთ, იმიტომ რომ ეს არის უკვე MTL სპირალი. დაწნული მავთულით გაკეთებული სპირალის ჩადება MTL ატომაიზერში, რა თქმა უნდა შეიძლება, მაგრამ ჩვენ ახლა არა გვაქვს მაგაზე ლაპარაკი ამ ვიდეოში. ჩვენ გვაქვს აქ ლაპარაკი მარტივ სპირალზე, რომელსაც გააკეთებს ნებისმიერი დამწყები ვეიპერი და შემდეგ უკვე დროთა განმავლობაში რაც გინდათ ის ჩადეთ თქვენ ბაქში. მოკლედ არის მავთულები სხვადასხვა შემადგენლობის, ახლა მე აქ მაქვს მაგალითად ნიხრომის, ნიხრომ 80, არის კიდევ კანტალი. ეს მავთულები არის სხვადასხვა შემადგენლობის. შეიძლება იყოს უჟანგავი ლითონის მთლიანად, შეიძლება იყოს ტიტანის, შეიძლება იყოს ნიკელის, შეიძლება იყოს ფეხრალის. აი რასაც კანტალს ეძახით და კანტალი აწერია, ეს ყველა არის ფეხრალი. ანუ ფერუმი, ხრომი და ალუმინის შენადნო. მავთულები ერთმანეთისაგან განსხვავდება სისქით. ეს არის 28 გეიჯი, ეს არის 24 გეიჯი. რაც უფრო დაბალი ციფრია, რიცხვია უფრო სწორედ, მით უფრო სქელია მავთული. არის სხვადასხვა ბრენდები, სხვადასხვა მწარმოებლები, სხვადასხვა ქვეყანა უშვებს. მთავარია მიაგნოთ კარგ მწარმოებელს. კარგი მწარმოებელი, ისე რომ სუფთა მეტალისგან ქონდეს მავთული. ჩვენ გვინდა მარტივი სპირალი, რომლის გაკეთებასაც შეძლებს ნებისმიერი დამწყები. აი ახლა მე აქ გამზადებული მაქვს, უკვე მოჭრილი მაქვს 26 გეიჯიანი მავთული, რომლისგანაც უნდა გავაკეთო სპირალი. და შემდეგ ბამბას გავუკეთებ და იქნება ქოილი, ხო? აი ეს არის სპირალის დასახვევი, აი ესეთი მოწყობილობა, ამას ქვია coil jig, აი ესე ვეძახით ჩვენ ამას. ამას აქვს სხვადასხვა
სომები, რომ სხვადასხვა ზომის დიამეტრი იყოს. თუ გამოჩნდება ახლა აქ ვეცდები და განახოთ, აი 2, 2.5, 3, 3.5 მილიმეტრი. შესაბამისად ეს არის 2, 2.5, 3 და 3.5 მილიმეტრი. ძირითადად ჩვენ გვჭირდება MTL-ში ან 2.5 მილიმეტრი, ან 3.5 მილიმეტრი. ეს არის ატომაიზერიდან გამომდინარე, რომელ ატომაიზერში ვდებ. ხა მე როცა სპირალს ვაკეთებ, ხო, დავუშვათ ჩებს. არ ვიცი, რომელ ატომაიზერში ჩავდებ, ხო? აქედან გამომდინარე, აი მაგალითად ეს ატომაიზერი ან ეს ატომაიზერი. ხა ამათ ადგილები აქვთ ძალიან განსხვავებული, ხო? აქ ჩასადები. აი ეს ადგილი გაცილებით მეტია, ვიდრე ეს ადგილი. აქ 3-იანი სპირალი, 3 მილიმეტრი დიამეტრის სპირალი. კი წავა, მაგრამ ძალიან რთულად შეავსებს აორთქლების კამერას და მერე ორთქლი არ იქნება ისეთი კარგი ხარისხიანი. აქ წავა 3-იანი თავისუფლად. შესაბამისად, სპირალი თუ იქნება 3 მილიმეტრიანი დახვეული, 3 მილიმეტრი დიამეტრის სისქის, ხო? მაშინ 2.5-ზე გადაკეთებას ძალიან მარტივად შევძლებთ. თუ ჩვენ არა გვაქვს, ხო, და შესაძლებელია ახალ ბედას არ გქონდეს coil-ჯიკი, ხო, არც იცოდა საერთოდ რო არსებობს ეგეთი რაღაც. შეუძლია აიღოს აი ესეთი სახრახლის. ეს სახრახლისები მე მგონი ყველას უგდია სახში. აი ეს არის ერთი 3 მილიმეტრიანი, მეორე 2.5-იანი. და აი ამ სახრახლისზე შეუძლია დაახვიოს. როგორ დაახვევს ახლა ადამიანი აქ სპირალს ამ მავთულისგან. აი ესე ავიღოთ, გავასწოროთ ამასთან, დავადოთ თითი და დავაჭიროთ. მეორე ხელით აი ესე უსაწოვით. მეორე ხელით აი ესე დავატრიალოთ ეს მავთული და დავახვიოთ ამ სახრახლისზე. აი ესე. ისე რომ აი ეს მავთული ერთმანეთზე გვერდ ჩაждდეს. გვერდ, ანუ ზევიდან არ უნდა გადავიდეს. აი ესე, რამდენსაც მინდა იმდენს დავახვევ, ხო? და აი ახლა გაჩვენებთ, აი ესე ზევიდან არ უნდა გადავიდეს. უნდა იყოს გვერდ. აი ეს. გამოვიდა აი ესეთი, ხო? დავუშვათ, გადავიდა ზევიდან. რას ვაკეთებთ? ვიღებთ ბრტყელ ტუჩას და აი აქ ცალფეხში გამოვწევთ. აი ესე გამოვწევთ, სანამ არ გასწორდება. აი ეს. და გასწორდა, ხო? ახლა მეორე ხრიდანაც მოვკიდებ ფეხში, ის გამექცა. და მეორე ხრიდანაც გამოვწევ. აი ესე. ამ შემთხვევაში 3 მილიმეტრი დიამეტრი როცა არის სპირალი და 26 გეიჯი. ჩვენ რომ მივიღოთ 0.7-დან 0.8-მდე წინაღობა, ვნიხრომ 80. საჭირო იქნება 6 ხვია. 6 ხვია. ანუ ხვია არის ეს, ხო? აი ეს არის ხვია. ამისათვის ეხლა გზედმეტია, ხო? გამოვწევ ერთ ფეხს და დავშლი ამ სპირალს. აი ესე, მოხსნი ერთ ხვიას აქედან, მეორე ხვიას აქედან მოხსნი, შემიძლია ორივე იქიდან მოხსნა, არ არის პრობლემა. 1, 2, 3, 4, 5, 6, ხო? და
აი ესე. ანუ აი ეს არის 6, ხო? 1 2 3 4 5 6. აი ესეთ ვარიანტში უნდა იყოს 6 ხვია. აი ამას ქვია მიკროქოილი და ჩვენ შეგვიძლია აი ესე გავაკეთოთ კიდე, აი მოვყიდეთ ბოლო ხვიებს ხელი, აი ესე ბოლო ხვიებს. და ჭრილი რომ მქონდეს კარგი იქნებოდა ახლა აქა და განახოთ ცოტა გამოვწიე, უნდა გავშალო ბოლოებში, ბოლო ხვია მინდა და უნდა გავშალო. აი გავშალე და მერე დავაბრუნე უკან და რაც დარჩა, ის დარჩა მოკლედ და გამოვიდა აი ესე ოდნავ გაშლილი სპირალი, ხო? აი პირდაპირ ერთმანეთს არ აზის ეს ხვიები. აი ამას უკვე ქვია space coil. ის არის მიკროქოილი, ეს არის space coil. Space coil-ი უფრო უკეთესად გადმოსცემს სითხის გემოს. თუმცა space coil-ი ყველგან არ ჩაეტევა, იმიტომ რომ აი როგორც ხედავთ, მანძილი ხვიებს შორის აქვს ამას და შესაბამისად სპირალიც დიდია. ჩვენ შეგვიძლია ახლა ეს ჩავაყენოთ იმაში ატომეიზერში და შეგვიძლია ჩავაყენოთ მიკროქოილი. ანუ არ გავშალოთ ესა და ჩავაყენოთ ის. მე ახლა ეს რახან გავშალე, ბარემ ჩავაყენებ ატომაიზერში. ჩავსვავ და ესე დავუჭირ. ესე, ახლა აი ესე დავუჭერ კიდევ აქეთა მხარეს. აი ესე. ახლა ცოტას კიდევ გადავუჭერ. აი ესე. აი ესე. ახლა მინდა ამ ფეხების მოჭრა, ხო? ან უბრალოდ მოდეხვა. აი ესე მოვდეხავ. ერთს, მეორეს, აგერ მოვჭრი. აი ესეთ ვარიანტში. და მერე აი ამას ცოტას გავასწორებ ისე რომ ეს იყოს პირდაპირ იმ ხაზზე. და გამოვიდა რომ ცოტა მიეჭეჭყა ესენი, მაგრამ აი ესე სახრახნისით გავხსნი ამის პირებს. აი ესე ცოტა დაშორებას მივცემ ერთმანეთისაგან. აი ესე. აი და დაშორდა ერთმანეთს. ანუ ეს ხვიები ერთმანეთზე არ დევს. აი ესე ერთმანეთზე არ დევს. იმედი მაქვს ის გაჩვენეთ და ზევით არ გაიქცა ხელი ისე. აი ესე. ანუ აქ რა ხდება ახლა? ერთი არის პლუსი, მეორე არის მინუსი. შიგნით არის სპირალი. როდესაც ჩვენ დენს მივაწოდებთ, სპირალი გაცხელდება, ხო? ჩვეულებრივი ელექტრობა. ამისათვის ჩვენ გვინდა
დაახლოებით 12 ვატი საკმარისი იქნება, რომ მივცეთ გამოსაწვავად. იმიტომ რომ ეხლა შეხედეთ. წინაღობა ჩვენ რომ ისე ჩავთოთ. წინაღობა გვაქვს 64. 64 წინაღობა ჩვენთვის ბევრია, ხო? ეხლა ჩვენ რომ გამოვწვავთ სპირალს, ხო? წინაღობა მოიმატებს. ანუ დაждდება დაახლოებით 0.72, 15 ალბათ. აი ესე უნდა გამოიწვიოს, ვიცდები ახლა ფოკუსი და განახოთ. აი ესე გაცხელდა და მორჩა. ერთხელ გაცხელდა, გაწილთა და დამთავრდა. რაც თავარია, აი უყურეთ, სპირალი უნდა გაცხელდეს შუიდან და გავიდეს გვერდებში. ისე რომ ცალი მხარე ცხელდებოდეს, ცალი არ ცხელდებოდეს, ეგრე არა. აი ესე. დაიწყო შუიდან და გავიდა გვერდებში. არ უნდა გაჩერდეს შუაში, ანუ მხოლოდ შუა არ უნდა ცხელდებოდეს და არ უნდა ცხელდებოდეს მხოლოდ გვერდები. დაიწყო შუაში, გავიდა გვერდებში. გამოწვით და ეგ არის. ეხლა ჩვენ გვინდა ბამბა, ხო? ეხლა ჩვენ ვიღეთ ბამბას. დაახლოებით ამდენს, კი ბატონო. და ეს ბამბა უნდა ჩავდოთ სპირალში. აი ეს. ესე ჩავდეთ. ეხლა ყველა ატომაიზერს თავის წესი აქვს ჩასული. ამ ატომაიზერზე ესე. ამას მოვაჭრი. ეს არის RDA ატომაიზერი. ამას ბევრი ცვალება არ ჭირდება არაფრის. პირდაპირ ჩავდებ აგერაკ. და მეორე ფეხსაც პირდაპირ ჩავდებ ისე რომ არც დავარცხნი ბამბას, არც არაფერს არ ვიზო. უბრალოდ წავაჭერი ზომაზე და ჩავდე ატომაიზერში. აი ეს თავარია, აი საჰაეროს შიგნით რაც აქვს, შუაში ის ნახრეთი, საიდანაც ჰაერი ჩადის, შედის უფრო სწორედ იქ არ დაედოს ბამბა და მორჩა. ამითია RDA ძალიან მარტივი სახმარად. და მინდა სითხე. ჩავასხავ ჯოკერის სითხეს. ეს თამბაქოს სითხეები კარგები გამოვიდათ. ეს 4 ახალი 4-ვე კარგი გენრიელი სითხეები გამოვიდათ. ესე ძმებავრეს უნდა უწიოთ, დაუშვათ 20 ვატამდე და მერე ვნახოთ. აი ესე ისვრის მერე space coil და იცოდეთ space coil-ი ისვრის. ისე რომ შეიძლება ტრიპტიპიდან ამავარდეს წვეთის სითხის და ენაზე მოგხვდეთ და დაგწვათ. აი ესეთია space coil. ფეთქდება ზეთ. სამაგიეროდ უფრო კარგად გადმოსცემს სითხის გემოს ვიდრე მიკროკოილი. მიკროკოილი ესეთ რაღაცას არ აკეთებს. მიკროკოილი არ ისვრის. space coil-ი ისვრის. და გავუკეთოთ ზევიდან თავისი ხუფი და აი ეს არის აი ესეთი გამოვიდა. მოკლედ სულ აი ეს არის რისი თქმაც მინდოდა და რისი ჩვენებაც მინდოდა.